გახსოვთ ქართულმა ოცნებამ ეუთოოდირი დაგვიანებით რომ მოიწვია არჩევნებზე დასაკვირვებლად. როცა ორგანიზაციამ დროის სიმცირის გამო უარი თქვა, პასუხისმგებლობა თავადვე გადააბრალეს, თქვეს რომ ზეწოლას ვერ გაუძლეს. ამავე დროს ოცნება ხშირად აკრიტიკებს ეუთოს ანგარიშებს. მაგალითად ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ორგანიზაციას არ მოსწონს კანონები, რომლებიც მისივე თქმით ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება. განსაკუთრებით მწვავე იყო რეაქცია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე. მას ხან წინასწარ დაწერილს ეძახდნენ, ხანაც ამბობდნენ, რომ გარედან მითითებებით არ იმოქმედებდნენ. ამ ფონზე ქართული ოცნების წევრები უნგრეთში სწორედ ეუთოს ეგიდით წავიდნენ არჩევნებზე დასაკვირვებლად. რა გამოდის, როცა ეუთოოდირი აკრიტიკებს ოცნებას, მისი სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, მაგრამ უნგრეთში ავტორიტეტულია. ამავე დროს ოცნება უნგრეთის არჩევნების შეფასებაშიც აირია. ჩვენს კოლეგებთან ერთად ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მიგვეღო მონაწილეობა სადამკვირვებლო პროცესში, როგორც ბუდაპეშტში, ასევე რეგიონებში, მათ შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში. ლევან მახაშვილი ამბობს, რომ არჩევნები მშვიდად და კონკურენტულად ჩატარდა. ლადო ბოჟაძე საუბრობს უპრეცედენტო გარეჩარევაზე. მაჭავარიანი კი ამბობს, რომ უნგრელებმა ვერ დაინახეს საფრთხე, რომელზეც ორბანი საუბრობდაო, ქართველებმა კი დაინახეს. ორბანის მთავარი წინასაარჩევნო კამპანია იყო ომი ან მშვიდობა. ოცნებას ახლა უწევს ახსნას, რატომ არ იმუშავა მათმა საყვარელმა ნარატივმა უნგრეთში. ამიტომ ამბობენ, რომ უნგრელებმა რაღაც ვერ დაინახეს. პროსახელისუფლებო მედიებმა კი პეტერ მადიარის პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით მანიპულაციურად გააშუქეს. მისი ციტატა კონტექსტიდან ამოიღეს და მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ გამოტოვეს. მათ შორის ის, სადაც მადიარი განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთთან მოლაპარაკება არ ნიშნავს მეგობრობას. უნგრეთის მაგალითი აჩვენებს, როგორ იცვლება ნარატივი პოლიტიკური საჭიროების მიხედვით.